კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ქიმიოთერაპიისა და კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ლუკა ხაბაზიშვილი. ბატონო ლუკა, გთხოვთ. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. როგორც გადაცემის პირველი ნაწილიდან ჩვენმა ტელემაყურებელმა შეიტყო, ონკოლოგიის ინსტიტუტში პაციენტი იღებს ყველა მომსახურებას ამ მიმართულებით დიაგნოსტიკიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, ქიმიოთერაპიის კურსის გართულების მკურნალობის ჩათვლით. რა თქმა უნდა, მხოლოდ სპეციალისტების ტანდემი ვერ განსაზღვრავს და ვერ შექმნის იმ საჭირო რეზულტატს, რაც არის საჭირო პაციენტისთვის, თუ არ იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი მენეჯმენტი და აი ამ კუთხით როგორ ხდება პაციენტების დამენეჯმენტება, თუნდაც ინფრასტრუქტურული ნაწილიდან რომ დავიწყოთ. სამედიცინო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის როლი. შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმის როლი, მაგრამ გადამწყვეტია ექიმის როლი, დიახ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებამ ხელი შეუწყოს ექიმს ამ პროცესში, პაციენტთან როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე დიაგნოსტიკის პროცესში. ეს ხელშეწყობა შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ შექმნას ის ინფრასტრუქტურა, რომელიც განმაპირობებელი იქნება, ასე ვთქვათ, საუკეთესო გამოსავლის პაციენტთან მკურნალობაში. რას გულისხმობთ? აი კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ბოლო წლებში განხორციელდა ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული განახლებები. რაც გამოიხატა იმაში, რომ შეიქმნა ახალი ბაზა ქიმიოთერაპიის და კლინიკური კვლევების განახლებული დეპარტამენტი, გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა ქირურგიის დეპარტამენტი. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტმა ასევე შეიძინა სულ ახალი 3D მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით, განახლებული კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. სხვადასხვა ის ინსტრუმენტული ძირითადი ტექნიკა, რომელიც პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკურ ნაწილში. და ექიმისთვის. და ექიმისთვის, რა თქმა უნდა. ბატონ ლუკა, მე მინდა ერთ მომენტზე გავამახვილო ყურადღება. კერძოდ, ეს არის თვითონ პაციენტების ფსიქოემოციურ ფონზე. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ახლა მათ უწევთ გარკვეულ სტრესში ცხოვრება და ამ მიმართულებით თუ არის თქვენს ინსტიტუტში რაღაც სიახლე, სადაც თქვათ ფსიქოლოგები მუშაობენ ამ პაციენტებთან, ხო, არა მხოლოდ ექიმები, რაც თქვენ ბრძანეთ, არამედ აი ეს მიმართულება თუ არის განვითარებული. რა თქმა უნდა, ამ განახლების პროცესში გათვალისწინებული იქნა ისიც, რომ გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რა გარემოში იღებს პაციენტი მომსახურებას. შესაბამისად, ქიმიოთერაპია არ არის 5 წუთიანი და 10 წუთიანი პროცესი, რადგან პაციენტი მოდის კლინიკაში და იმავე წუთას უწევს კლინიკის დატოვება. ხანდახან გრძელდება საათები და ხანდახან რამდენიმე საათით. შესაბამისად, ჩვენი განახლებული სივრცე მოწყობილია ისე, რომ პაციენტმა იგრძნოს თავი მაქსიმალურად კომფორტულად. შეუქმნათ მათ ისეთი გარემო, სადაც ისინი მშვიდად და ასე ვთქვათ, მათთვის ბუნებრივ გარემოში მიიღებენ სერვისს. ასევე, რაც შეეხება ფსიქოლოგის სერვისს, ჩვენ კლინიკას აქვს ასეთი მომსახურება, ფსიქოლოგის მომსახურება, რაც გულისხმობს იმაში, რომ იქნება კონკრეტული ჯგუფები, ფსიქოდახმარების ჯგუფები და ხშირად პაციენტები ამ სერვისით სარგებლობენ. ჩვენი ფსიქოლოგი ძალიან ხშირად გადასხმის პროცესშიც დადის ამ დარბაზში და ვისაც ამჩნევს, რომ სჭირდება ის დახმარება იმ კონკრეტულ მომენტში, აუცილებლად მას აღმოუჩენს ხოლმე შესაბამისად. თუნდაც გამხნევება. თუნდაც გამხნევას ხანდახან უბრალოდ დალაპარაკება და გამოსაუბრებაც ყველაზე დიდი დახმარება ახლა პაციენტს. ასეთი შეკითხვა მაქვს. ეს ფსიქოლოგის მომსახურება ცალკე ფინანსური დატვირთვაა პაციენტისთვის თუ შედის აი ამ თქვენს მთლიან მომსახურების? აი ჩვენ რაც ვისაუბრეთ, რომ გადასხმის პროცესში მაგალითად პაციენტი მოსული არის გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე, ქიმიოთერაპიის და სხვადასხვა სერვისებთან ერთად პარალელურად და ამას დამატებითი გადახდა არ არის საჭირო, რა თქმა უნდა, ფინანსურად. რა კვლევები ტარდება თქვენთან, რას ნიშნავს ეს კლინიკური კვლევები და რამდენად არის საჭირო მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარება, მაგალითად ისეთი ინსტიტუტში, როგორც თქვენია? ჩვენთან ტარდება რანდომიზირებული კლინიკური კვლევები, რანდომიზირებული კლინიკური კვლევები ტარდება მსოფლიოს მასშტაბით 1950-იანი წლებიდან მოყოლებული. მას შემდეგ და ძალიან დიდი პროგრესი ვნახეთ კაცობრიობამ ამ კლინიკური კვლევებით. საქართველოს და მათ შორის კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტიც ჩართულია ამ პროცესში. ჩვენს კლინიკას ყავს ძალიან დიდი გამოცდილებით მქონე გუნდი, რომელიც უშუალოდ კლინიკური კვლევების მიმართულებით მუშაობს. გვაქვს არაერთი კლინიკური კვლევა, რომელიც უკვე დასრულდა და გამოვიდა ის მედიკამენტი ბაზაზე და ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე სარგებლობს ამ სიკეთით, რასაც კლინიკური კვლევა ჰქვია.
ჩვენს მაყურებელს რომ კარგად ავხსნათ, ეს რანდომიზირებული კლინიკური კვლევები არის იმ დიდი მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მსხვილ სამედიცინო ცენტრებში კვლევების ნაწილი და ეს ყველა კვლევა ერთად იკრიბება შემდგომში და იქიდან კეთდება მერე დასკვნები ამა თუ იმ პრეპარატის თუ თერაპიის ეფექტურობის შესახებ. კი ბატონო, და მანდ დააღინიშნოს ისიც და როგორც წესი ამ კვლევებს ატარებს ძალიან სერიოზული ფარმაცევტული კომპანიები. კი ბატონო, ჩვენთვის ძალიან ცნობილი ისეთი აპრობირებული მეთოდით, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა გაიგოს. არა, არ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა, ძალიან ხშირად ფიქრობენ, რომ ეს კლინიკური კვლევები არის რაღაცა ექსპერიმენტი და ადამიანებზე რაღაცა ცდებს ატარებენ. არა, ეს ასე არ არის. ეს არის უკვე ძალიან დიდი გზა აქვს უკვე ამ პრეპარატს გავლილი და ეს არის ფაქტურად ერთი ნაბიჯი, სანამ ეს პრეპარატი გავა ბაზარზე გავა ოფიციალურად. და ამ კვლევების უკან დგას ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი რესურსები, ძალიან დიდი კვლევების მთელი კასკადი და როგორც წესი ასეთი კვლევები, სადაც ტარდება, ეს არის ყოველთვის მაღალი დონის მაჩვენებელი, იმიტომ რომ სანდოობას უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის რომ თქვენ კლინიკაში ესეთი სერიოზული კლინიკური კვლევები ტარდება, ეს მიუთითებს კიდევ ერთხელ, რომ საერთაშორისო ესეთი მწარმოებლები ენდობიან თქვენი კლინიკის გამოცდილებას. ეს არის ბოლო მესამე ფაზის კვლევები. მეორე მესამე ფაზის უკვე კლინიკაში ხდება პაციენტზე, თორე ამას წინ რა თქმა უნდა მრავალი ექსპერიმენტი ხშირად აქვს პაციენტებს და ეს უკვე ბოლო სტადია, როდესაც კლინიკაში ხდება ამ წამლის გამოყენება, ანუ მისი უსაფრთხოება უკვე დამტკიცებულია, ხდება გვერდით მოვლენებზე დაკვირვება, უბრალოდ ის დიდი ანოტაცია, რაც მოყვება ხოლმე წამალს და სავალდებულოა, რომ პაციენტმა წაიკითხოს, იქ მოთავსებული ინფორმაცია არის სწორედ ამის შედეგი და ეს არის პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვაკვირდებით. ეს არ მიმდინარეობს რაღაც კონკრეტულად მოკლე პერიოდში, გრძელდება 10 წლეულების განმავლობაში. ერთი კლინიკური კვლევა დღეს რომ დაიწყება, მიმდინარეობს 7-10 წელი და პაციენტებზე დაკვირვება ხორციელდება ყოველთვიურად 3 თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ და მოწდება მათი სტატუსი და შემდეგ ამის დასრულების დროს ხდება საბოლოოდ FDA-ს, ასე ვთქვათ, ეპრუვალის, ასე ვთქვათ, ნებართვის აღება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის ფარმაკოლოგიურ ბაზარზე უკვე მედიკამენტი. მე მგონი ძალიან საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ დღეს. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ბევრ კარგ ინფორმაციას იგებ ამა თუ იმ კლინიკის წარმატებულ მუშაობაზე, ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული და კარგი წინგადადგმული ნაბიჯია. მე ძალიან გულშემატკივრობ ნებისმიერ წარმატებას მედიცინის დარგში, მით უმეტეს როცა ონკოლოგიას ეხება ეს საქმე და იმედია კიდე ბევრი სხვა ახალი ამბით გვესტუმრებით შემდეგ გადაცემებში. გაიხარეთ, მადლობა დიდი წარმატებები.